აქამდე წილადებს როცა ვეხებოდით, ძირითადად ვაკეთებდით უფრო ალგებრულ და ცოტა ვიზუალურ მხარესაც, მაგრამ მოდი რიცხვით ღერძზეც გადავიტანოთ წილადები. დავხაზოთ რიცხვით ღერძი და ვნახოთ როგორ შეგვიძლია შეუსაბამოთ მას წილადები. ესე იგი 0, 1 და თქვათ აქ იყოს 2. კარგი. ახლა ვთქვათ, გვინდა რომ 3/4 მოვათავსოთ რიცხვით ღერძზე. გვინდა ესე იგი 3/4-ის დაწერა. მოდი დავწერ 3/4 და ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ? ცხადია, 0-დან 1-მდე მანძილი მაინც უნდა დავყოთ მეოთხედებად. ესე იგი, რატომ 0-დან 1-მდე? იმიტომ რომ მრიცხველი ნაკლები არის აქ მნიშვნელზე. 3/4-ში მრიცხველია 3, მნიშვნელია 4. ესე იგი, 1-ზე ნაკლები რიცხვია. ამიტომ 0-სა და 1-ს შორის იქნება. დადებითია, მაგრამ 1-ზე ნაკლები. ესე იგი, დავყავით ახლა ეს მეოთხედებად. მეც უკეთ დავყავ ცოტა. დაახლოებით ასე. ეს არის, ჩავთვალოთ რომ 4 ტოლი ნაწილი და 3/4 ნიშნავს რომ 1, 2 და 3/4-ით უნდა გადავიდე მარჯვნივ. ანუ 1 ნაბიჯით მარჯვნივ, 2 და 3. ანუ მეოთხედებით მივდივართ წინ. აი ეს არის ზუსტად 3/4. სხვაებიც დავიტანოთ, ბარემ ეს იქნება 2/4 მაშინ, ანუ 1-ით მარცხნივ, 2-ით მარჯვნივ 0-დან, ეს არის 2/4. 0-სა და 2/4-ს შორის თუ მეოთხედებით დავხტივართ, ისევ არის 1/4. ანუ 0-დან 1/4-ითაა დაშორებული. ცხადია 1/4 არის. ესე იგი ისევ 0-სა და 1-ს შორისაა ცხადია. ახლა შეგვიძლია 0-ზე დავწეროთ 0/4, მაგრამ ვიცით რომ 0 გაყოფილი ნებისმიერ რიცხვზე და მას შორის 4-ზეც არის 0, ამიტომ ამის დაწერას დიდი აზრი არ აქვს. კარგი. ახლა მოდი ვნახოთ ერთიანთან რა შეგვიძლია ვთქვათ. კი ვხედავთ რომ ერთიანი არის აქ, მაგრამ ხომ არ შეგვიძლია სხვანაირადაც შევხედოთ ამას. და ცხადია შეგვიძლია, თუ არის 1/4 აქ, მერე 2 და მერე 3, კიდევ 1/4-ით მარჯვნივ თუ გადავხტებით, მივალთ 4/4-მდე. და 4/4-ზე ნამდვილად ისედაც ვიცით, რომ უდრის 1-ს. ანუ ყველაფერი კარგად ლოგიკურად ჯდება. ესე იგი 4 არის მოდი ესე ვიტყვი, 4-დან 4 ნიშნავს მთელს, ერთ მთლიანობას. ანუ რაღაცა გვაქვს 4 ნაწილად დაყოფილი, თუ 4 ვიავიღეთ, ესე იგი მთლიანია გაგვიღია, ხო? ამიტომ ლოგიკურია რომ 4/4 იყოს 1 მთელი. ეს ხაზი ნიშნავს უბრალოდ გაყოფას ამ შემთხვევაშიც და ისედაც. ანუ წილადის ხაზი იგივე რაც გაყოფა, ანუ 4 გაყოფილი 4-ზე. და მაგ შემთხვევაშიც ვიღებთ ცხადია 1-ს. ერთადერთი 0-ზე გაყოფა არ შეიძლება, მაგრამ ახლა ამისი დრო არ არის. მოკლედ, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც 4/4. კარგი, მოდი რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ ამაზე, რომ ცოტა გაგვივარჯიშდეს ტვინი ამ მიმართულებითაც. მოდი შევხედოთ ამ მაგალითს, გვეუბნებიან აქ, რომ გადავიდეთ 3/6-ით მარჯვნივ. როგორც ხედავთ, 0-დან 1-მდე დაყვეს მე-6-დებად ეს დაშორება, მანძილი და გვინდა რომ 3/6-ით გადავიდეთ მარჯვნივ. ანუ უნდა გავაკეთოთ 3 ნაბიჯი, 1, 2 და 3, ხო? ანუ დაყოფილია 6 ნაწილად. ესე იგი 1, შემდეგ 2 და 3. ნახოთ? სწორია. კარგი, შემდეგი არის მეოთხედებადაა დაყოფილი და გვეუბნებიან რომ გადავიტანოთ ეს წერტილი 2/4-ით მარჯვნივ. 4 ცალი არის სულ 1, 2. 4-დან 2 ნაბიჯი გავაკეთეთ, ანუ 4 ნაწილია და აქედან 2-ით გადავედით მარჯვნივ. რაც წესით და რიგით უნდა შეესაბამებოდეს 2/4-ს. 2 ნაბიჯი. ესეც მართალია. და მოდი კიდე ერთი ვნახოთ. გადაიყვანეთ 1/4-ით მარჯვნივ. ეს უკვე გავაკეთეთ კიდეც, საკმაოდ მარტივია. 1 ნაბიჯი უნდა გავაკეთოთ, ისევ 4 ნაწილი გვაქვს, ამიტომ 1/4-ით გადავალთ მარჯვნივ და ეს იქნება საბოლოო პასუხი.